ცოტა ხნის წინ Facebook-ზე შემხვდა ესეთი ამბავი, რომ საქართველოსშიო შემოდისო ჩინური ბანკიო და 3%-ში ექნება ლარში სესხები. მე ვარ გიორგი კეპლაძე, ეკონომიკური მიმოხილველი და რიცხვების გარეშეს მესამე ეპიზოდი დაეთმობა სესხებს. დღევანდელი ეპიზოდი დაეთმობა იმას, რომ ავხსნათ, რატომ არის შეუძლებელი, რომ საქართველოში დღეს იყოს სესხები 3%-ში, გინდა ლარში და გინდა უცხოურ ვალუტაში და ასევე ზოგადად რისგან შედგება ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვიხდით. როგორ ვემუშაოთ ბანკს, როგორი ურთიერთობა გქონდეს ბანკთან, რომ არ დავზარალდეთ და როგორ ვიცოდეთ მეტი ჩვენი სესხების შესახებ, ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ვალუტაში სჯობს სესხის აღება. პირველ რიგში ავხსნა თუ როგორ მუშაობს ბანკი, ხო? ბანკი არის რეპუტაციული ბიზნესი. ანუ ვიღაც უნდა ენდობოდეს ბანკს, რომ იქ ფული დადოს და შეინახოს, ხო? ადრე იყო მაგალითად ბანკები, რომლებიც სესხს საერთოდ არ გასცემდნენ და დღესაც არსებობს ეს შემნახველი ბანკები, რომლებიც ზოგადად მოიზიდავენ ამ სახსრებს და იქ შეგვიძლია შევინახოთ, მაგრამ დღეს ბანკები ძირითადად მუშაობენ ამ პრინციპით. არის ორი თქვათ ადამიანი, ხო? რაღაც X და Y. X ადამიანს აქვს დაზოგილი თანხა, ჭარბი თანხა და უნდა რომ სადღაც შეინახოს და შემდეგ არის უკვე ეს Y ვიღაც ადამიანი, რომელსაც უნდა ფულის სესხი. ბანკი ორ მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, რა? დამზოგველს და სესხებელს, რომელსაც რაღაც ბიზნესისთვის სჭირდება ეს ფული. მეანაბრისგან რო ფული მოიზიდა, ამაში ხო ფულს უხდის, ხო მეანაბრის, აი X ადამიანს ვიღაცას, რომელმაც ბანკს ანდო თავისი ფული, ამაში ბანკი იმას შემოსავალს აძლევს, ასე ვთქვათ, ხო? და ეს არის ბანკისთვის ვალდებულება. და როდესაც სესხს გასცემს, სესხი ბანკისთვის არის პირიქით აქტივი. ანუ კარგია ბანკისთვის, რაც მე სესხს გასცემს. და ზოგადად ეხლა თვითონ სესხი რა არის, ხო? ანუ სესხი არის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, სხვადასხვა ოდენობის შეიძლება იყოს დაწყებული, რა ვიცი, 100 ლარიდან შეიძლება ის იყოს მილიონები, თქვა ბიზნესის ამ დიდარი ადამიანის შემთხვევაში და მთავარი რაც განსაზღვრავს ამ სესხს, ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც აქვს და რომელიც არის ის ძირითადი განსაზღვრელი იმის თუ რას ვიხდით ჩვენ ყოველთვიურად თუ ყოველწლიურად ბანკის სასარგებლოდ და ხშირად საქართველოს სწორედ ამაზეა დავა, რომ ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები არის მაღალი. იმისთვის რომ ვიმსჯელოთ ზოგადად საპროცენტო განაკვეთებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ვიცოდეთ რისგან შედგება ეს სესხის პროცენტი. აი რაღაც კრედიტი ავიღე და აი ესეთი პროცენტი აქვს. ამას მე ლეგოს მაგალითზე აგიხსნით, როგორ დავაშენებთ ერთმანეთს სხვადასხვა ფიგურებს და გავიგებთ რისგან შედგება საბოლოო ჯამში ჩვენი სესხის საპროცენტო განაკვეთი. აი მაგალითად, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყვითელი ფიგურა, ჩავთვალოთ, რომ არის სესხისთვის მოზიდული სახსრები, ანუ ბანკის მოზიდული სახსრები. მოზიდულ სახსრებში იგულისხმება ის ანაბრები, რომელსაც ბანკი მოიზიდავს, ვიღაც ენდობა ბანკს და იქ დააბანდა ფული, რომ შემოსავალი მიიღოს, ვიღაცას დანაზოგი აქვს, ხო? და აი ეს დანაზოგი განათავსა ბანკში. და ბანკმა ეს მოიზიდა. საქართველოში მოზიდული სახსრები ლარში დღეს არის დაახლოებით საშუალოდ 8%. ანაბრის პროცენტის დაახლოებით ასეთია და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დღეს არის 8%. ანუ ბანკმა უკვე 8%-ში ისესხა ფული მოიზიდა და ახლა ის რომ გაასესხოს, რა თქმა უნდა, ამას რაღაცები უნდა დაემატოს. პირველი რაც ამას ემატება, ეს რა თქმა უნდა არის რისკი. ანუ ბანკი რო ფულს გასცემს, ეს ხო გარკვეული რისკი ახლავს, ხო ამას, აი დაავაშენოთ მოზიდულ სახსრებზე ესეთი რისკი. რისკი ძალიან მნიშვნელოვანი არის სესხის ვერ დაბრუნების რისკი, ქვეყნის რისკი, ის რომ თქვათ ეს ქვეყანა არ არის ისეთი სანდო, თუნდაც უცხოელებისთვის, როგორც სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნები, ამიტომ სესხის მოზიდულ სახსრებს უკვე გარკვეული პროცენტი დაემატა სხვადასხვა ტიპის რისკების. შემდეგ უკვე მოდის, რა თქმა უნდა, ბანკს ხო ხარჯი აქვს, რომ გასცეს ეს სესხი, ხო რაღაც ადმინისტრაციული ხარჯი აქვს, იქ თანამშრომელი ყავს, ან რაღაც აპლიკაციას ამუშავებს, რომელსაც ჭირდება თანამშრომლები, ან თანხები ჭირდება ამის მუშაობას და ესეც ემატება, ანუ მოზიდული სახსრების შემდეგ რისკი და გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები ბანკის. და ბოლოს, რა თქმა უნდა, რჩება მოგება და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და მან მოგება უნდა ნახოს იქედან, რომ ეს ფული ჯერ ისესხა და შემდეგ გაესესხა. და ესეთი ლამაზი ფიგურა გამოგვივიდა, მოზიდული სახსრები, რისკები, ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები და ბოლოს, რა თქმა უნდა, ბანკის
მოგება. საპროცენტო განაკვეთი საბოლოო ჯამში ასე შედგება 8%-ს შემდეგ ემატება უკვე რაღაცა 2 ვთქვათ, შეიძლება 1 და მერე კიდე 2 და საბოლოო ჯამში ვიღებთ აი 14%, 15%. იპოთეკური სესხების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო დაბალიც იყოს საპროცენტო განაკვეთი, იმიტომ რომ იპოთეკური სესხი უფრო ასე ვთქვათ ნაკლებად რისკიანია. რატო არის ნაკლებად რისკიანი? იმიტომ რომ იპოთეკური სესხის სანაცვლოდ ჩვენ იპოთეკით ტვირთავთ უძრავ ქონებას და უძრავი ქონება, როდესაც არის გარანტია სესხის, ხო, რა თქმა უნდა, სესხებელიც უფრო მონდომებულია, რომ გადაიხადოს თანხადროულად და არ დაკარგოს ეს უძრავი ქონება და ბანკსაც, რა თქმა უნდა, მეტი გარანტია აქვს, რომ ურისკოდ მას ნელ-ნელა და ეტაპობრივად ეს სესხი დაუბრუნდება. რაც უფრო რისკიანია სესხი და რაც უფრო ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სესხი და რაც უფრო ნაკლები ქონებაა ამ სესხის სანაცვლოდ ჩადებული, მით უფრო მაღალია მისი საპროცენტო განაკვეთი. ამიტომ ზოგადად სესხის საპროცენტო განაკვეთები სესხის ტიპებს შორისაც განსხვავდება. როგორც გითხარით, იპოთეკური და ბიზნეს სესხები, რომლებიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, არის უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში, ხოლო სამომხმარებლო ტიპის სესხები, განვადებები ან საკრედიტო ბარათები არის უფრო მაღალ პროცენტში, რადგან ისინი უფრო სარისკო სესხებად ითვლება. ზოგადად ეკონომიკაში აბსოლუტურ რიცხვებში მსჯელობა უმადური საქმეა, ზუსტ ინფორმაციას ვერ გავიგებთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცას შევადაროთ. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ სესხის საპროცენტო განაკვეთზე ის მაღალია თუ დაბალი, კარგი იქნება თუ შევადარებთ რასთან შედარებით, ან რომელ ქვეყანასთან შედარებით არის ჩვენთან მაღალი თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთები. ვეჯიბრები თქვათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ იქ უფრო დაბალია საპროცენტო განაკვეთები ვიდრე ჩვენთან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ფულის ღირებულება, ბანკისთვის მოზიდული სახსრების ღირებულება არის გასილებით იაფი. იქ არც ანაბარზე გადაგიხდიან იმ ხელა საპროცენტო განაკვეთებს, როგორც პირობითად საქართველოში. ანუ იმ ქვეყნების ეკონომიკა არის უფრო განვითარებული და იმისთვის რომ ჩვენთან იყოს ისეთივე საპროცენტო განაკვეთები, როგორც არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ იაპონიაში, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეკონომიკა ცოტათი მაინც მიუახლოვდეს ამ ქვეყნებს და ამას ჭირდება რა თქმა უნდა გრძელვადიანი განვითარება ქვეყნის, რომ ჩვენთან საპროცენტო განაკვეთებმა ნელ-ნელა დაიკლოს. საქართველოს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ხო? მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად ბელარუსი, რუსეთი, დღეს საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მაღალია. ჩვენი ტიპის ქვეყნებს უნდა შევედაროთ ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ სესხზე საპროცენტო განაკვეთი იყოს დაბალი, უფრო დაბალი ვიდრე დღეს არის, ხო? მაგრამ მე მახსოვს მაგალითად, როდესაც პირველად 21 წლის წინ ავიღე იპოთეკური სესხი, ეს იყო მხოლოდ უცხოურ ვალუტაში, სხვათა შორის, და იყო 24%-ში წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე. დღეს კი, რა ვიცი, დოლარში იპოთეკური სესხის აღება გასილებით დაბალ საპროცენტო განაკვეთში არის, 6-7%-ში შეიძლება აიღო. ანუ ორნიშნავაჩვენებლიდან ჩამოვედა. ეს გამოიწვია იმან, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ქვეყანა განვითარდა, მოზიდული სახსრები უფრო გაიაფთა, ასევე რისკები შემცირდა, სხვადასხვა ტიპის რისკები ბანკებმა რისკების მართვა უკეთ ისწავლეს და რა თქმა უნდა ნელ-ნელა მათ მოუწიათ საკუთარი მოგების მარჟის შემცირებას. აქვე მინდა გითხრათ, რომ როდესაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება, ხო, ბანკის მოგების წილი, აი ეს წილი ბანკის მოგების, ხო, ნაკლებად იზრდება. როცა მცირდება, ასევე დიდად ესეც არ მცირდება. ძირითადად ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოზიდული სახსრების ღირებულებაზე და იმ რისკებზე, რაც ახლავს სესხის გაცემას და დაბრუნებას თავისთავად. პირველ რიგში სესხი უნდა ავიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებლობას წარმოადგენს და გვჭირდება. რაღაცა დროებითი მიზნებისთვის სესხის აღება არ არის მიზანშეწონილი და ეს დამატებითი ფინანსური ხარჯია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად გავეცნოთ იმ ხელშეკრულებას, რომელსაც გვთავაზობენ ბანკები და გვაძლევენ, ხო? არის ხოლმე შენიშვნა, რომ რაღაცა წვრილი შრიფტით წერია, ან რაღაცა გაუგებარი ტერმინებით წერია, ეს შრიფტი სხვათა შორის უკვე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით უკვე განსაზღვრულია და საკმაოდ სხვილი შრიფტი შესაძლებელია წაკითხვა, ასევე თუ ტექსტს ვერ იგებთ, სასურველია რომ ვინმე ან ნაცნობს მეგობარს, ან იურისტს, ან საბანკო საქმის მცოდნეს, ან თუნდაც ვთქვათ, ჩემნაირ ადამიანს მიმართოთ და ვთხოვოთ, რომ აგიხსნათ რა პირობებია ეს და ძირითად პუნქტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სესხის საპროცენტო განაკვეთი თუ რამდენ პროცენტში გაქვთ სესხი, ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის ვადას, ან რა ხანგრძლივობით გექნებათ.
ყოველთვიურად რა თანხას იხდით სესხის სასარგებლოდ, ასევე მნიშვნელოვანია რა თარიღში გიწევთ გადახდა და ეს თარიღი ჯობს რომ თქვენი ხელფასის აღების თარიღს დაამტკიცოთ და მოიტოვოთ 1 2 3 დღეს, ცოტა ხო იგვიანებს ხოლმე მოგიხსენებათ ხელფასები, ცოტა მოიტოვოთ, რომ თქვა აი 25 რიცხვში თუ გერიცხებათ, მაინც 25-ში კი გააკეთებთ, თქვა ჩაწერთ გადახდის თარიღს, ამას ბანკირი შეგეკითხებათ, ხო წინასწარ. რამდენიმე დღე მოიტოვეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ვალუტაში იღებთ სესხს, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და უნდა მიაქციოთ, თქვა აი თუ ვერ გადაიხდით სესხს, ან დაგიგვიანდებათ, რა ტიპის ჯარიმა დაგეკისრებათ, ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, ხო, აი რომ ვერ გადაიხდით დროულად, რა პროცედურები აქვს შემდეგ ბანკს და რა დავა შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და ბანკს შორის. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი წერია ხელშეკრულებაში და სხვათა შორის ქართული ბანკები, ვალდებულები არიან, რომ ხელშეკრულების პირველ გვერდზე გამოაქვეყნონ ძირითადი პირობები ხელშეკრულების და აი მარტო პირველი გვერდის რომ კარგად წაიკითხოთ, უკვე მიხვდებით და თუ რამე დამატებითი კითხვა გექნებათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კითხვა აუცილებლად დასვათ ბანკში და ბანკირთან, ხო, რომ თუ რამე ვერ გაიგეთ, რაღაცა შენიშვნა გაქვთ, ან რამე პირობის ცვლილება გინდათ, სხვათა შორის თქვენ შეგიძლიათ რომ ეს პირობები შეაცვლევინოთ კიდეც ბანკს. განსაკუთრებით თუ ეს არის გრძელვადიანი, თქვათ, იპოთეკური სესხი. და ერთ ხრიკსაც გასწავლით, რომელიც ხრიკიც არ არის, პრინციპი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. სესხი არის ჩვეულებრივი რაღაცა პროდუქტი, რაღაცას რომ ყიდულობთ, მაგალითად, როდესაც გვინდა ზაფხულია ცხელა, თქვათ, გვინდა კონდიციონერის ყიდვა, ან ტელევიზორის ყიდვა, ხო, ჩვენ ხო ვარჩევთ, სადა კარგი აქცია არის, ვის უკეთესი ხარისხის ტელევიზორი აქვს, უკეთესი ფირმის, რომელი მაღაზია აქვს თავაზობს რა ფასს. ასევეა სესხის შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ აპირებთ იპოთეკური სესხის აღებას, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ერთ ბანკში, გამოართვოთ მას პირობები, ან მეილზე გამოაგზავნინოთ ეს პირობები, შემდეგ შეგიძლიათ მიხვიდეთ მეორე და მესამე ბანკში და სასურველია თუ 2-3 ბანკის პირობას გაიგებთ და უთხრათ, რომ აი თქვენ კი ამ პირობებს თავაზობთ, მაგრამ ნახეთ, აი მეორე ბანკი უკეთეს პირობებს თავაზობთ და აი ასე კარგი გაგებით ივაჭროთ ბანკებთან და საბოლოო ჯამში თქვენთვის უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ, ანუ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი გამოივაჭროთ, ასე ვთქვათ, რაც არის ჩვეულებრივი მიღებული პროცედურა და რაც მეტი ადამიანი გააკეთებს ამას, მით უფრო მზაფრი იქნება ბანკებს შორის კონკურენციაც და ისინი შეეცდებიან, რომ ერთმანეთზე უკეთესი პირობები შემოგთავაზონ, რადგან ჩვენ როცა საპროცენტო განაკვეთზე ვლაპარაკობდით, აქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია, ხო? რა საპროცენტო განაკვეთები, აი მოგების მარჟა რო ვთქვით, ბანკი ძირითადად, ხო, თავის მოგების მარჟას იმცირებს იმისთვის, რომ მოიზიდოს ახალი მომხმარებელი და თქვათ, ერთმა ბანკმა მეორეს წაართვას, ასე ვთქვათ, მომხმარებელი. ამიტომ ის კონკურენცია, რაც არსებობს თუნდაც ჩვენ საბანკო სისტემაში, მესმის, რომ ორი დიდი ბანკია და ბაზრის ძირითადი ნაწილი მათ უჭირავთ და არ არის ისეთი იდეალური კონკურენცია ჩვენ საბანკო სისტემაში, მაგრამ ეს ორი ბანკი მაინც მაგრად ეკონკურენტება ერთმანეთს და ცდილობენ, რომ ერთმანეთს კარგი კლიენტები და მომხმარებლები წაართვან კიდეც. ამიტომ ეს თქვენ სასიკეთოდ აუცილებლად გამოიყენეთ. ძირითადად მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენი უწევთ ყოველთვიურად გადასახდელი და ხშირად საპროცენტო განაკვეთსაც არ კითხულობენ. ახლა მე მოგიყვებით თუ რას ნიშნავს სესხის ანუიტეტი, ანუ სესხის გრაფიკი და ვეცდები, რომ ვიზუალურადაც გაჩვენო თუ როგორ გამოიყურება ის და როგორ იცვლება სესხის ყოველთვიური გადასახდელი, თუ იზრდება ან მცირდება სესხის ვადა, იზრდება ან მცირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი. ამისთვის მე გამოვიყენებ სესხის კალკულატორს და პლანშეტზე ვეცდები გაჩვენოთ, არის ესეთი ვებგვერდი, GAIGE-G და ეხლა GAIGE-G-ზე არის შეხვალთ სესხის კალკულატორი, რომელშიც შეგვიძლია სხვადასხვა მონაცემით ჩავწეროთ და ეხლა თქვენ ვიზუალურად ამ ყველაფერს ძალიან კარგად ნახავთ. მაგალითად, აი აქ არის სესხის კალკულატორი და აი აქ უკვე გვიწერია, თქვათ, 10,000 ლარი პირობითად 15% და 12 თვე. 12 თვე შეიძლება ცოტა იყოს, ნუ ერთი წელია, მაგრამ მაგალითისთვის უფრო კარგი ასახსნელია. აქ გამოცვლას რო დავაჭირეთ, ჩვენ აი ეს გამოცვლას რო დავაჭირეთ, ნახეთ გვერდზე გამოჩნდა თუ რამდენია ყოველთვიური გადასახადი. თვეში გამოვიდა 902 ლარი, ჯამსიგში გადასახდელით ახლა 10,831 ლარი, ანუ ზედმეტად ვიხდით 831 ლარს. და არა, თქვათ, პირდაპირ 10,000 ლარის 15%, რომელიც უფრო მეტი გამოვიდოდა, ხო? დაახლოებით 1,500 ლარი გამოვიდოდა ეს, მაგრამ
მაგრამ თითქმის ნახევარი გამოვიდი ზედმეტად გადახდიდა რატო? იმიტომ რომ სესხს აქვს კლებადი ძირი. ანუ ყოველთვიურად, ნახეთ გრაფიკში, აქ არის 902 ლარი და 58 თეთრი რო გადავიხადეთ პირველ გადახდაზე. აქედან 777 ლარი და 58 თეთრი წავიდა ძირში, 125 ლარი წავიდა პროცენტში. რა ძირში რაც წავიდა, ამას შეამცირა სესხის ძირი, ანუ გამოვიდა უკვე 9222 ლარი და რაღაც თეთრები და შესაბამისად შემდეგ თვეში უკვე ეს 15% დაერიცხა სესხის დაკლებულ ძირს და შესაბამისად შემდეგ თვეში უკვე პროცენტს ნაკლებს ვიხდით, ძირი მეტად იფარება და ეს ასე გრძელდება 1 წლის განმავლობაში. სხვა მაგალითიც განვიხილოთ. აი მაგალითად ვიღებთ 1000 ლარს, ვიღებთ პირობითად 13%-ში ვთქვათ და ვადა შევცვალოთ და იყოს 24 თვე. ხო? და გამოვთვალოთ. გამოთვლით. ყოველთვიური გადასახდელი გამოვიდა 47 ლარი და 54 თეთრი, ჯამში გადახდილი თანხა 1141 ლარი და 151 ლარს ვიხდით ზედმეტად. ანუ სესხის ვადა თუ მეტია, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გადასახდელი თანხა უფრო მეტი გამოგდით. აი აქაც ნახეთ, ძირი დაიფარა პირველ თვეში 36 ლარი და 71 თეთრი, რაც დააკლდა უკვე 1000 ლარს და შემდეგ თვეში პროცენტი დაერიცხა 963 ლარს. შემდეგ თვეში უკვე 926, იმიტომ რომ ყოველთვიურად ძირი მცირდება სესხის და ასევე უბრალოდ ძირი, სესხის ძირი მცირდება, მაგრამ სესხის ძირზე შესატანი თანხა იზრდება. საპროცენტო განაკვეთი კი ყოველთვიურად მცირდება, ანუ პროცენტში გადახდილი თანხა ყოველთვიურად მცირდება. თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყოველთვიურად რაღაც თანხა გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, ჯობს რომ სესხი რაც შეიძლება ნაკლები ვადით ავიღოთ, მაგრამ თუ ვერ ვწუდებით, თქვა ყოველთვიური ხარჯი მეტი გვაქვს და გვინდა რომ დაგვრჩეს რაღაც თანხა, ხო, სხვა სამოძრაო თანხა და სხვა რაღაცებს ხო გჭირდება ფული. ამიტომ ჯობს რომ მაშინ ისეთ ვადაზე გავწელოთ, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ მოვახერხებთ ამის გადახდას. ხშირად ჩდება კითხვა, ღირს თუ არა რაღაცა წინსწრების სესხის დაფარვა და რატო? იმიტომ რომ 2% არის მოგეხსენებათ პირგასამტეხლო გადასახდელი ჩვენთან. შეიძლება ამაზეც რაღაც პირობებზე შევთანხმდეთ, რომ ნაკლები იყოს ეს, მაგრამ ძირითადად არის 2%. მაგალითად, თუ ავიღეთ 100,000 ლარიანი იპოთეკური სესხი და სადღაც სესხის შუაში უბრალოდ რაღაცა ძირსო კარგად მოაკლდა და უკვე რაღაც გამოგვიშთა თანხა, ან რაღაც ქონება გავყიდეთ, ან შემოსავალი გაგვეზარდა და შეგვიძლია რომ ერთიანად ჩავფაროთ ეს თანხა. თქვა დარჩენილი გვაქვს სიტყვაზე 50,000 ლარი, ხო? 50,000 ლარი რო დავფაროთ, 2% გამოდის 1000 ლარი, მოგეხსენებათ შესაბამისად ეს 1000 ლარი ზემო, ანუ 51,000 ლარი უნდა გადავიხადოთ. მაგრამ ჩვენ რომ სესხის კალკულატორის საშუალებით ასევე დავთვალოთ, გაცილებით მეტის 1000 ლარზე გაცილებით მეტის გადახდა მოგვიწევდა, თუ ეს სესხი გაგრძელდებოდა და ჩვეულებრივი ძველი გრაფიკით დავფარავდით. ანუ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუ წინსწრებით ფარავთ სესხს, ეს როგორც წესი მომგებიანი, ანუ ეხლა თუ ბოლო თვეა ან ბოლო 2 თვეა, შეიძლება დიდი ვერაფერი მოგებაც ვნახოთ, მაგრამ როგორც წესი, წინსწრებით სესხის დაფარვა არის მომგებიანი და თუ გაქვთ ამის საშუალება, ან თუ გაქვთ საშუალება, რომ ყოველთვიურად ან ყოველ კვარტალურად, თქვა, სესხის ძირი შეამციროთ, რაღაც თანხა შეიტანოთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო როგორც აგიხსენეთ გრაფიკის მაგალითზე, რაც უფრო ნაკლებია სესხის ძირი თანხა, მით უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს ვიხდით ჩვენ, იმიტომ რომ პროცენტიერიცხება სესხის ძირს. მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე არის ხელშეკრულებაში ასეთი პირობა, რომ თქვენ თუ თქვა თვეში იხდით 1000 ლარს იპოთეკურ სესხზე, ბანკი გთავაზობთ, რომ სესხის 5 მაგოდენობას თუ შეიტანთ, პირგასამტეხლოს არ გადაგახდევინებთ. ანუ 5,000 ლარამდე თანხით თუ შეამცირებთ თქვენ სესხის ძირს, არანაირ პირგასამტეხლოს არ გადაიხდით. ასე რომ, თუ ვინმე აპირებთ იპოთეკური სესხის აღებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს პირობა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ბანკი ამ პირობას თავაზობს უკვე, რომ სესხის 5 მაგიან 10 მაგიოდენობას შეიძლება შემოგთავაზონ წინსწრებით დაფარვისას, შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით და არანაირი 2% არ გადაიხადოთ. ეხლა 5,000 ლარზე გასაგებია რომ 100 ლარია, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ ზედმეტი, ხო? პირობითად, ანუ გააჩნია ვის რამდენი აქვს ყოველთვიური გადასახდელი. ასევე რაც შეეხება ამ წინსწრებით დაფარვას და ეს თემა რო ამოვწუროთ. ხშირად გვეკითხებიან, რომ როგორ ჯობია, რომ ყოველთვე შევიტანო ძირზე თანხა, თუ აი
კვარტალურად, ხო? ტექნიკურად შეიძლება ყოველთვე შეტანა, ზოგადად რაც უფრო სწრაფად შევამცირებ ძირს და რაც უფრო ხშირად შევიტანთ, კი უკეთესია, მაგრამ ასევე შეიძლება რომ რაღაცა 3 თვე მოვაგროვოთ რაღაც თანხა და მერე შევიტანოთ თქვა კვარტალურად და შემდეგ თქვა ბანკს ვთხოვოთ რომ ან დაგვიკორექტიროს მერე სესხის ვადა და შეიძლება ვადა შეგვიმცირდეს როცა ძირს შევამცირებთ, ან ყოველთვიური გადასახდელი შეგვიმცირდეს და ეს სარგებელი ვნახოთ. ანუ რაღაც სარგებას ყველა ვარიანტში ვნახულობთ სესხის წინსწრებით დაფარვისას. თქვენ ალბათ ხშირად გაიგებდით კითხვას თუ რა არის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსხვავდება სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთისგან და როგორც წესი უკვე სარეკლამო შეთავაზებებშიც და ხელშეკრულებებშიც ბანკი აუცილებლად უთითებს თუ ეფექტურ რამდენ პროცენტში გთავაზობთ სესხს, რომელიც ნომინალურისგან როგორც წესი განსხვავდება და უფრო მეტია. რა არის სესხის ეფექტური განაკვეთი? ძალიან მოკლედ და მარტივად აღიხსნით. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რაც ახლავს სესხის აღებას და სესხის აღებას სხვადასხვა ტიპის ხარჯი შეიძლება ახლდეს, ხო? ეს არის მათ შორის იგივე საკომისიო. პირობითად, როდესაც 1000 ლარს ვიღებთ სესხად, ბანკი ხელზე გვაძლევს 950 ლარს ან 960 ლარს. ანუ 40 ან 50 ლარი მიდის სესხის დამტკიცების საკომისიოში. ანუ ჩვენ 1000 ლარზე აგვენთო ეს სესხი და თვლა 1000 ლარზე დაიწყო, მაგრამ ხელზე გვაქვს 950 ან 960 ლარი. და რა თქმა უნდა, ეფექტური განაკვეთი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გამოდის, ვიდრე ნომინალური. ამიტომ, როდესაც ხელშეკრულებას ჩახედავთ, სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთსაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ასევე შეიძლება განსხვავებული იყოს სესხის საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა ფიზიკური პირის შემთხვევაში, რადგან ბანკი ყურადღებას აქცევს თუ როგორი გადამხდელუნარიანია ეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რამდენად კარგი საკრედიტო ისტორია აქვს, ანუ ხო არ აქვს რამე პრობლემური ისტორია სესხების გადახდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სესხის უზრუნველყოფას აქცევს ბანკი ყურადღებას და სესხის, რა თქმა უნდა, ვადას და ხანგრძლივობს. ანუ უზრუნველყოფას რატო აქცევს ყურადღებას? თუ ჩვენ ვიღებთ უზრუნველყოფი, ანუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთი იქ ნაკლები იქნება, იმიტომ რომ ბანკს მეტი გარანტია აქვს, რომ ეს სესხი დაბრუნდება, ან ეს სესხი თუ ვერ დაბრუნდება, მაშინ ის, ვთქვათ, მოახდენს ამ უძრავი ქონების რეალიზაციას და ანუ რაღაცა დამატებითი ხარჯი არ წარმოიშვება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, რა თქმა უნდა, საკრედიტო ისტორია, როგორც გითხარით, ჭარბვალიანი ხო არ იყო ადამიანი და რამდენად კარგად იხდიდა თავის ვალდებულებებს, ამ ყველაფერს ბანკი ყურადღებას აქცევს და შესაბამისად შეიძლება ჩემთვის საპროცენტო განაკვეთი იყოს სხვანაირი, თქვენთვის პირობითად იყოს სხვანაირი. შეიძლება ჩემი უფრო მაღალი იყოს ვიდრე თქვენი, მაგრამ ნუ ზოგადად შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ეს ძირითადად ეხება მაინც უფრო გრძელვადიან სესხებს. ეხლა მოკლევადიანი, თქვა განვადების და სამხარებო სესხის შემთხვევაში დიდად საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება და როგორც წესი სესხის პირობებიც არის სტანდარტული. დღევანდელი ეპიზოდის ბოლოში მინდა კიდევ ერთხელ გირჩიოთ თუ რომელ ვალუტაში ჯობს სესხის აღება. ჩვენს პირველ ეპიზოდში მოგეხსენებათ ლარის კურსზე ვისაუბრეთ და თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ თუ არ გაქვთ ნანახი შეგიძლიათ უყუროთ ამ ეპიზოდს, მაგრამ კიდევ ერთხელ აგიხსნით თუ რაში მდგომარეობს სესხის აღებისას სავალუტო რისკი. მაგალითად თუ ადამიანს სესხზე ყოველთვიური გადასახდელი ჰქონდა $500 და აქვს $500 და ლარის კურსი იყო 2 და 0, ხო? ის $500 ყიდულობდა 1000 ლარად, მაგრამ როგორც კი კურსი გაუფასურდებოდა, თქვა გახდა 2.5, მას უკვე $500 სანაცვლოდ უწევს 1250 ლარის გადახდა, ხო? რაც თავისთავად ყოველთვიურად, ანუ ჩვენს ხარჯს 250 ლარით ზრდის. რას ნიშნავს ეს? სესხი უნდა ავიღოთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი. ჩვენთან დღეს არის რეგულაცია, როდესაც 500,000 ლარამდე სესხის აღება, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, არ შეუძლია უცხოურ ვალუტაში, ამით ეროვნული ბანკი ხელოვნურად აწესებს ეს შეზღუდვას, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ უცხოურ ვალუტაში სესხს ვერ ავიღებთ, რადგან მოგეხსენებათ, როდესაც დაიწყო პირველად ლარის გაუფასურება, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა სესხი, შეექმნა გადახდის პრობლემები, რადგან როგორც გითხარით, ეხა 1 და 65 კურსით რო ჰქონდა ვიღაცას სესხი აღებული და უცებ 3 და 0 გახდა, რა თქმა უნდა, მისი ყოველთვიური შემოსავალი, უпростоრად მისი ყოველთვიური ხარჯი
მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამან ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემა შეუქმნა. შესაბამისად, ევროპულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ესეთი რაღაცა შეზღუდვა დააწესოს და დღეს ძირითადად უცხოურ ვალუტაში გაიცემა იპოთეკური სესხები ან ბიზნეს სესხები, რომლებიც არის 500,000 ლარი და მეტი მოცულობის, ან შემოსავალი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს უცხოურ ვალუტაში და ამ შემთხვევაში მას მისცემენ უფლებას, რომ უცხოურ ვალუტაში აიღოს სესხი. თუმცა, რა თქმა უნდა, უნივერსალური რჩევა, რომ სესხი უნდა ავიღოთ იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი. ასე უფრო დაცული ვიქნებით სავალუტო რისკისგან. მე გითხარით თუ რას აქცევს ხო ბანკი ყურადღებას. რა თქმა უნდა, ბანკი პირველ რიგში კითხულობს, რომ რამდენი გვაქვს ჩვენ შემოსავალი. ხელფასი ან ქირიდან მიღებული ან იჯარიდან მიღებული შემოსავალი ან გზავნილები თქვათ, რამდენს ვიღებთ უცხოეთიდან, ხო? პირობითად, თუ ჩვენი ხელფასი არის 1000 ლარამდე, ამ შემთხვევაში სესხზე ყოველთვიურად არ გადაგვახდებინებს ბანკი 300 ლარზე მეც. ან სესხებზე, ან თუ ერთი სესხი გვაქვს, რომელშიც 150 ლარს ვიხდით, ხო? მეორე სესხი რო ავიღოთ, რომელშიც 200 ლარს გადავიხდით, ამის უფლებას ბანკი ვერ მოგცემს და ამას არეგულირებს სწორედ ეროვნული ბანკი, რომ ბანკმა იმას, ვისაც შემოსავალი აქვს 1000 ლარამდე, სესხზე მისი შემოსავლის 30%-ზე მეტი არ გადაახდევინოს. ეს პროცენტი და ზომა იზრდება ჩვენ შემოსავალთან ერთად. თუ შემოსავალი გვაქვს 2000 ლარი და მეტი, შეგვიძლია რომ სესხზე მივმართოთ ჩვენი შემოსავლის 40% და თუ 3000 ლარი და მეტი გვაქვს, მათ შორის ნახევარი შეგვიძლია სესხზე, რომ ყოველ ჩვენი შემოსავლის ნახევარი შევიტანოთ სესხის სასარგებლოდ. ანუ ამ ბანკი კითხულობს ჩვენ შემოსავალს და აქედან ანგარიშობს ჩვენი ყოველთვიური გადახდის შესაძლებლობას და მაქსიმალურ ზომას. ამიტომ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს პირობითად უნდა თქვა სესხის აღება 10 წლის ვადით, იპოთეკური სესხის, მაგალითად, აქვს შემოსავალი 3000 ლარი და უნდა მას რომ გადაიხადოს თვეში 2000 ლარი, მაგრამ ბანკი ამის უფლებას ვერ მისცემს, იმიტომ რომ მხოლოდ 1000 ლარი რჩება და თან ეროვნული ბანკი უკრძალავს მას, რომ როდესაც თუნდაც 3000 ლარია შემოსავალი, 50%-ზე მეც ვერ მიმართავს სესხის გადახდაში. ანუ მხოლოდ 1500 ლარის გადახდა შეძლებს და ამის მიხედვით შესაძლებელია ბანკმა გაზარდოს სესხის ვადა, რომ ყოველთვიური შენატანი, როგორც ჩვენ თქვით უკვე, თუ სესხის ვადა მეტია, ყოველთვიური შენატანი მცირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში გადახდილი თანხა იზრდება. ჩვენთან ხშირად გაიგებთ, რომ საქართველოში რაღაცა სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევადაროთ, ხო, რასთან შედარებით არის მაღალი ან დაბალი. რატო არის პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სესხზე 3% დოლარში სესხზე, თქვათ, იპოთეკურზე ან 4 და რატო არის საქართველოში 6 და 7? აი რა გვაძლევს ამ სხვაობას. პირველ რიგში, როგორც აღიხსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოზიდული სახსრების ღირებულება, თუ რამდენ პროცენტში აქვს ნასესხები ბანკს ეს ფული და რაც უფრო ძლიერია ქვეყანა, რაც უფრო განვითარებული აქვს ეკონომიკა, რა თქმა უნდა, მას ეს ფული უფრო იაფი უჯდება, პროცენტი უფრო დაბალი აქვს ამ თანხის მოზიდვის და რაც უფრო ნაკლებად არის განვითარებული, რაც უფრო რისკიანია ქვეყანა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ჯდება. ეხლა ვიღაცას რომ მკითხოთ ინვესტორს, ხო, საქართველოში რამდენ პროცენტში დააბანდებს ფულს, ხო, რა თქმა უნდა, ის გაცილებით მეც მოგთხოვთ, ვიდრე იმისთვის, რომ შვეიცარიაში დააბანდოს ეს ფული. რატო? იმიტომ რომ შვეიცარია არის უფრო უსაფრთხო ქვეყანა, გერმანიაც, საფრანგეთიც, ამერიკის შეერთებული შტატების უფრო ნაკლებად რისკიანია ვიდრე საქართველო. ანუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში გქონდეს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს ეკონომიკურად, მდგრადი იყოს ეს ეკონომიკური ზრდა, რაც შემდეგ უკვე ყველა ჩვენგანი ჯიბეზე აისახება სწორედ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში და იმაში, რომ ჩვენ ნაკლები ხარჯი გვექნება სესხის მომსახურებისას და ეს საშუალებას მოგცემს მათ შორის, რომ თქვათ, უფრო მეტი თანხაც ვისესხოთ, უფრო მარტივად დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და უფრო მარტივად შევძლოთ ჩვენი, თქვათ, ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა და თუნდაც ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა. ერთ ვიდეოში ან პოდკასტში ძალიან რთულია, რომ მთლიანად ჩავატიოთ ისეთი დიდი თემა, როგორც არის სესხები. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ დამატებით. შესაბამისად დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ კითხვები და ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ყველა მათგანს ან სხვა ვიდეოებში, ან შემდეგ ეპიზოდებში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, ასევე გამოიწერეთ 64-ის YouTube გვერდი და სხვა პლატფორმებზეც გამოყვებით, რომ უფრო მეტი და მეტი საინტერესო ვიდეო ნახოთ, არა მხოლოდ ამ თემაზე.